დღეს სადილად გვექნება ბადრიჯანი ბევრი ყველით, უგემრიელესი პომიდორის соუსით და თონის პურით. ერთ საჭირო ინფორმაციასაც მოგაწვდით. წლის ბოლომდე სუპერმარკეტებში და ბენზინგასამართ სადგურებში Solo Mastercard World Elite ბარათით გადახდისას დააგროვებთ ორჯერ მეტ პლუს ქულას. ობიექტების ჩამონათვალს რეცეპტთან ერთად იხილავთ პოსტის აღწერაში. ბადრიჯანი დაჭერით რგოლებად და გამოაცხოთ 180 გრადუსზე 30 წუთი. შემდეგ პომიდორი დასერეთ, დაასხით ცხელი წყალი და 2 წუთში უკვე უპრობლემოდ შეძლებთ კანის მოცილებას. პომიდორი კარგად ჩაჭყილდეთ, შემდეგ ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი და დააჭყილდეთ 3-4 კბილი ნიორი. ზუსტად 2 წუთი მოშუშეთ ცეცხლზე და შემდეგ დაასხით პომიდორი. ძალიან უხდება აჯიკა სიცხარისთვის. მარილი და პილპილი გემოვნებით. სანამ პომიდორი ცეცხლზე თუხთუხებს, წვრილად დაჭერით ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. მწვანილების დავუმატეთ პომიდორს, ამოურიეთ და მზად არის. შემდეგ გახეხეთ სულგუნი და დავიწყოთ კერძის აწყობა. ღუმელისთვის განკუთვნილ ფორმაზე პირველი დაასხით პომიდორის соуსი. შემდეგ განალაგეთ გამომცხარი ბადრიჯანი. ისევ მოასხით соуსი და მოაყარეთ გაღეხილი ყველი. ესე ვიმეორებთ მანამ, სანამ ჭურჭელი არ შეივსება. სულ ბოლოს დაახეხეთ ბევრი პარმეზანი და მოაყარეთ პურის გული. გამოაცხოთ ისევ 180 გრადუსზე 20-25 წუთი და გემრიელად მიირთვით.